წყვიტეთ ყველას გადარჩენა ეს თქვენი საქმე არ არის. კარგი ადამიანები ხშირად იღებენ მხსნელის როლს. თქვენ ხედავთ სხვის ტკივილს, სხვის პრობლემებს და მაშინვე ეხმარებით, მაგრამ იუნგი გვაფრთხილებდა, რომ სხვისი გადარჩენით შეგიძლია საკუთარი თავი დაახრჩო. ის ამას მესიის კომპლექსს უწოდებდა, გაუცნობიერებელ სურვილს. იყო საჭირო, რომელიც სიკეთის ნიღბის ქვეშ იმალება. დაფიქრდით, რამდენჯერ დახარჯეთ ძალები მათზე, ვისაც დახმარება არც კი უთხოვია. რამდენჯერ ცდილობდით ვინმეს ორმოდან ამოყვანას და შემდეგ თავად აღმოჩნდით იქ. იუნგი ამაში ჩრდილის ხაფანგს ხედავდა. თქვენ გაურბიხართ საკუთარ პრობლემებს, სხვების პრობლემებზე ფოკუსირებით. ეს სიკეთე არ არის, ეს გაქცევაა და სამყარო ამას გრძნობს. თქვენს დაფასებას წყვეტენ, რადგან ზედმეტად ხელმისაწვდომ რესურსად იქცევით. რა უნდა გავაკეთოთ? ისწავლეთ გარჩევა, სად არის თქვენი დახმარება საჭირო და სად ზედმეტია. თუ ვინმე მიათეთ გიჩივით, მაგრამ არაფერს ცვლის, უთხარით საკუთარ თავს, რომ ეს თქვენი საქმე არ არის. იმის ნაცვლად, რომ სხვის დრამაში ჩაყვინთოთ, იკითხეთ თუ რა გჭირდებათ ახლა თქვენ. იქნებ ეს სიჩუმე, დასვენება ან საკუთარ თავზე მუშაობა. იუნგი გვასწავლიდა, რომ ის, ვინც საკუთარ თავს არ შველის, ვერავის გადაარჩენს. მხსნელის როლზე უარის თქმა ეგოიზმი კი არა, სიბრძნეა. ადამიანები თქვენს პატივისცემას დაიწყებენ, როცა მიხვდებიან, რომ თქვენ მათი მუდმივი ყავარჯენი არ ხართ.